დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი კოტე ფორჩხიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კოტე რომ მოგწანდით და როგორც მე ვაკვირდები უბრალოდ არ მეგონა თუ რამე უარესი კიდევ შეიძლება მოხდარიყო უკრაინის ომზე უარესი, მაგრამ აღმოჩნდა რომ შეიძლება მოხდეს არა იმდენად მსხვერპლის დიდი მსხვერპლის თვალსაზრისით, ამით თითქოს დაპყრობითი ომების რაღაცა ეპოპეა დაიწყო 21 საუკუნეში და თუ კი ადრე რაღაც იფუთებოდა ყველაფერი დემოკრატიით, ახლა ეს აღარ იფუთება, იმიტომ რომ აი ვენსმა პირდაპირ განაცხადა ვენესუელა უნდა მოემსახუროს თავისი ნავთობიანა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებსო. და ძალიან უცნაური განაცხადია, თუმცა ახალი არაფერი არ არის, ყველა დიდი სახელმწიფო სწორედ ასე უყურებდა დანარჩენ სახელმწიფოებს და განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს, რომელთაც რესურსები ჰქონდათ, რომ ისინი უნდა მოემსახურონ აი ამ დიდი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს, თავი გაწიროთ მათთვის და იქცნენ მათთვის საზარბაზნე ხორცად, აი ის რაც ხდება ახლა მაგალითად უკრაინაში, ვენესუელაში ეს ნაკლები სისხლით მოხდა და თუმცა ლაპარაკობენ იმაზე, რომ თქვათ დაზვერვის სამსახურის უფროსმა გასცა, იმიტომაც არ იმუშავა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გავრცელდა მეორე ვერსიაც, რომ მადურო გაურიგდა ამერიკელებს, კერძოდ ტრამპს და ის ცოლთან ერთად ძალიან მშვიდად გაატარებს დარჩენილ ცხოვრებას, კომფორტსა და ასე ვთქვათ, იმაში ფინანსურად უზრუნველყოფილ ცხოვრებას. გვანტანამოს ციხეში. ხო, კი ბატონო, შეიძლება არც კი ციხეში, ეს ჩვენ არ ვიცით. შეიძლება ჩვენ გვაჩვენონ რომ ციხეშია, მაგრამ სულ სხვა რამ მოხდეს, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა მთელი ეს პოლიტიკა და გეოპოლიტიკა ერთი დიდი ფარისევლობა ყოფილა. და ბატონო კოტე, ეს ვენესუელაში მიმდინარე ამბები დაკავშირებული არის ირანში მიმდინარე ამბებთან, ძალიან ცინიკური კი რაღაცა გამეცინა, ტრაგიკომიკურია, აი მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადება ჩვენ მამაც ირანელ ხალხს გვერდით ვუდგავარ და რაღაც ევროპელი ხალხი ამას აკვირდება და ასე შემდეგ ისინი როგორ იბრძვიან თავისუფლებისთვის უკვე მე არ ვიცი ამის რიჯერა თვითონ ევროპაში ან ევროპის გარეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს განცხადებები გაკეთდა და ეს ერთმანეთთან კავშირშია ვენესუელა და ირანის მოვლენები და ეს ყველაფერი კიდევ უკავშირდება ნავთობს და ამას მივყავართ ჩინეთის ალაგმოვამდე. და ალბათ რაღაცნაირად ჩვენც ვართ გარეული ამ საქმეში. იმ ინფორმაციით რაც ვრცელდება, ნაწილი მე ვფიქრობ არის მოსინჯვა საზოგადოებრივი აზრის, ასე ვთქვათ, აი დაზვერვა ბრძოლით რო არსებობს, ასევე არის დაზვერვა საზოგადოებრივი აზრით, მაგრამ რაღაცები არის სიმართლე. რაღაცები მოისინჯება. როგორი სურათი იხატება რეალურად რა შეიძლება იყოს იმ მოვლენების უკან, რაც ჩვენ თვალწინ განვითარდა? მადლობა შეკითხვისთვის. ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, მე მინდა უპირველეს ყოვლისა მოგილოცოთ შობა ახალი წელი, სრულად ჯორჯიან ტაიმსის ასე ვთქვათ მაყურებელს, მის შემოქმედებით კოლექტივს, ხელმძღვანელობას და გისურვებთ წარმატებები წლევანდელ სეზონზეც. მადლობა. და უფრო გამსხვილებული მენახეთ და უფრო ფართოდ წარმოდგენილი მთელი სოფლიოს მასშტაბით კი გიყურებენ ყველგან, მაგრამ უფრო და უფრო. მადლობთ. ეს ალბათ დამსახურება პირველ რიგში თქვენი ჟურნალისტური კორპუსის და მეორედ ხელმძღვანელობის იმისათვის, რომ მათ შეძლეს და შექმნეს ეგრეთ წოდებული ეს კუნძული, რომელზედაც შესაძლებელია ადამიანებმა საექსპერტო საზოგადოებამ, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა გამოთქვან თავიანთი რეალური, ასე ვთქვათ, ხედვები მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ის კითხვა, რომელიც თქვენ დასვით, არის დღესდღეობით უმნიშვნელოვანესი თემა, მინდა ვთქვა და არის გაგრძელება იმისი, რაზედაც ჩვენ არაერთხელ გქონია საუბარი თქვენს ეთერში და პარალელურად სხვა გადაცემებშიც, ასე თქვენი ტელევიზიის და მე მქონია ასევე საუბრები სხვა ტელევიზიის ეთერებიდანაც და მიმდინარეობს ვთქვით, რომ რამ განაპირობა ეს ყველაფერი, ხომ მოდი აქედან შევხედოთ ყველაფერს. რამ განაპირობა და ფაქტიურად იმ ახალმა ეკონომიკურმა ვითარებამ, რომელიცშიც აღმოჩნდა მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები ეკონომიკური კრიზისის, ასე ვთქვათ, მიჯნაზე, რომლის იქითაც მათ თავისუფლებას ექნებოდა პრობლემები. ჩვენ გავიხსენოთ თუ რა იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს ძირითადი ფუნდამენტი და ძირითადი ღირებულებები. ეს გახლავთ რწმენა, პირველ რიგში, ოჯახი, სიტყვის თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება.
როდესაც საქმე მივიდა ეკონომიკურ თავისუფლებამდე, ხო, და საქმე მივიდა იქამდე, რომ ფაქტიურად ქვეყანას დაუგროვდა ძალიან დიდი ვალი. საშინაო და საგარეო ვალი, ხო? მათ შორის ჩინეთის. ხო, მათ შორის ჩინეთისაც და ფაქტიურად ისინი აღმოჩნდნენ მკაცრი რეალობის წინაშე, ბუნებრივია, აქ უკვე საუბარი წავიდა მათი პოლიტიკური ასე ვთქვათ მიმართულების გადანაცვლებაზე. ისინი მიხვდნენ ერთ რამეს, რომ სოფლიოს ისინი ვერ შეინახავენ და ვერც ევროპას ვერ შეინახავენ. პრაქტიკულად ევროპა ცხოვრობდა ამერიკის ხარჯზე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ხო? და პირველ რიგში მარტო ერთი კომპონენტი რო გამოვყოთ, ეს არის თავდაცვითი ქოლგა ნატოში, ნუ უპირველეს სახელს. ეს არის ის რის გამოც გვინდოდა ჩვენ არა დასავლეთი ყოც ასოცირდებოდა კაკ ცხოვრებასთან და ის გარჩენდა განსხვავებით რუსეთისგან. და ეს ყველაფერი ამერიკელების გადამხდელების ხარჯზე ხდებოდა, იცით? და ბოლო პერიოდამდე სანამ ტრამპი მეორე ვადით არ მოვიდა ხელისუფლებაში, ის თანხები, რასაც იხდიდნენ და ის კონტრიბუციები, რასაც გაიღებდნენ ეს ქვეყნები ნატოს ოპერაციებში, იყო ძალიან მცირე. ხო? თუნდაც აი ახალი შესული ქვეყნების კონტრიბუციას რო შევხედოთ იგივე ავღანეთის კომპანიის პერიოდში, ხო, რასაც სულ უახლოეს ამ პერიოდში მოხდა, ხო? ფაქტიურად ავღანეთში თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო შეერთებული შტატები და აწარმოებდა აი ამ თავის, რა ქვია, ინტერესების გატარებას ხო ამ რეგიონში და ფაქტიურად მისი მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაში ჩინეთი იყო და ინდოჩინეთის რეგიონი და ასე ვთქვათ წყნარი ოკეანის რეგიონი მასთან ერთად ხო კორეა და ჩრდილოეთ კორეა, იაპონია და ასე შემდეგ. ესე იგი რა გამოდის ის რომ ფაქტიურად პრობლემები, რომლებიც შეექმნა შეერთებულ შტატებს და უპირველესი ისა პრობლემა იმის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ის საფრთხე იგრძნეს, ხო? თავარ ფუნდამენტში, ხო? ეხლა ბუნებრივია მისი ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც სპეცსამსახურების, ასე ვთქვათ, წიაღში არსებობენ, ფაქტიურად ისინი მართავენ შეერთებულ შტატებს და მათ პოლიტიკას და ის რაც დღეს ხდება, ეს არის შორს გამიზნული პოლიტიკა 40-50 წლის, ესე ვთქვათ, ვადაში, თუ როგორი იქნება შემდგომი მსოფლიო. ჩვენ კარგად გვახსოვს კიდე პერიოდი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მისავე ტერიტორიაზე არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს იყენებდა საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესების გასატარებლად, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთის მომძლავრება და საბოლოო ჯამში აი დაბრუნებას იმ შეკავების პოლიტიკისაკენ, რომელიც არსებობდა საბჭოთა პერიოდში, ხო, შექმნა ვითარება, როდესაც უკვე თავისი დიქტატის გატანა, ანუ თავისი ძალის გატანა აი ამ ორგანიზაციების საშუალებით მისთვის შეუძლებელი შეიქმნა. ეს რეალობაა და ამ რეალობას გაუსწორეს თვალი თვითონაც და ფაქტობრივად მიხვდნენ, რომ მათთვის უპრიანი იქნება გაატარონ საკუთარი ინტერესების, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ამორჩევლის, ასე ვთქვათ, ნებასურვილს დაყვნენ და მათი ცხოვრების დონე უზრუნველყო, ვიდრე იფიქრონ მაგალითად ევროპელებზე, იფიქრონ ევროკავშირზე, აი ამ წარმონაქმნზე, რომელსაც კარგად დაარქვა ბატონმა გოგა ხაინდრავამ, ეს არის ევროპული საბჭოთა კავშირი, ხო და ნამდვილად ესეა, ევროპული საბჭოთა კავშირია ეს და ადრე თუ გვიან ამ ევროპულ საბჭოთა კავშირსაც მოუწევდა ჩამონგრევა და ჩამოშლა. აი ტრამპმა რამდენიმე ქვეყანას მოუწევდა დატოვონ ევროკავშირი. კი ბატონო, ტრამპმა მოუწევდა. იცით რა, ეს არის პროცესი, რომელსაც ვერ გააჩერებს ვერაფერი, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ ტრამპმა აი ამ ეროვნული პოლიტიკის გატარებით და ფაქტიურად იმ დოკუმენტის შემოტანით, რასაც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ქვია, ახალი, ხო? სადაც გაწერილია ეს ყველაფერი და ნათქვამია იქ, რომ უპირველეს ყოვლისა არის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები და შემდგომ დანარჩენი სხვა ყველაფერი. ეს ფაქტიურად განსაზღვრავს იმას,
თუ როგორ არქიტექტურასთან შეიძლება გქონდეს იგივე შემდგომ პერიოდში, აი ამ ომის დასრულების პერიოდში უკრაინაში, იგივე ევროპაშიც, ხო? ევროპაში აუცილებლად მოხდება ის, რომ მოვლენ სხვადასხვა ქვეყანაში ეროვნულად განწყობილი ეროვნული ძალები, რომლებიც იფიქრებენ საფრანგეთის ინტერესებზე, იფიქრებენ სხვა ქვეყნების გერმანელების ინტერესებზე და ასე შემდეგ. ეს დრო აუცილებლად დადგება და ძალიან მალე დადგება ეს დრო. ევროკავშირი ფაქტიურად ჩამოშლილია, მას ჭირდება გაფორმება და ეს გაფორმება მოხდება მას მერე, როდესაც რუსეთი მიაღწევს თავის სტრატეგიულ ამოცანას უკრაინაში. და რუსეთი მიაღწევს თავის სტრატეგიულ ამოცანას და თითქოს ეჭვის ქვეშ დადგა და გაჩნდა კითხვის ნიშანი აი ვენესუელის და მოვლენების და ირანში მიმდინარე არეულობის შემდეგ. თქვენ როგორ ხედავთ? დიახ, რუსეთს ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსეთს არ შესწევსო ძალაო იმისი, რომ მასიურად მოახდინოს უცებ სწრაფ ტემპებში მოახდინოს უკრაინა. რა სჭირდება ეს რუსეთს? აფიში არ ჭირდება. რუსეთს ჭირდება გამოფიტვის ომის წარმოება. იმისათვის, რომ გამოფიტოს რესურსებიდან არა მარტო უკრაინა და უკრაინაში მას აინტერესებს მხოლოდ ტერიტორია და აინტერესებს, რა თქმა უნდა, მოსახლეობაც, მაგრამ თუ ის მოსახლეობას ასე ვთქვათ, ვერ დაიბრუნებს, ხო? ტერიტორიის დაბრუნებაზეც არ იქნება უარზე, მინდა გითხრათ რა. ამიტომ რუსეთს ის სტრატეგიული ამოცანა გამოფიტოს მთლიანად მთელი ევროპა თავისი ფინანსური რესურსებიდან და ჩვენ ამას ვხედავთ. ბელგიაში თვითონ არ იფიტება ამ დროს? რას? რუსეთი. მაგასაც პასუხს გეტყვით. 25 რიცხვში 25 დეკემბერს გაუშვა კოსმოსში რუსეთმა რამოდენიმე მილიარდი რაკეტაზე გაუშვა რამოდენიმე თუ ამის ფუფუნება აქვს ქვეყანას და ეს არის ძალიან ძვირი ფუფუნება მინდა გითხრათ და ამას აკეთებს ის ესე იგი მის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას საფრთხე ამჯერად არ აქვს და არ შეიძლება გქონდეს კი არის პრობლემები ბუნებრივია გარკვეულწილად მაგრამ მოხდა რუსეთის ეკონომიკის მთლიანად სამხედრო რელსებზე გადაწყობა და ეს მოახერხა ამ ქვეყანამ და ეს არაერთხელ გაუკეთებია ამ ქვეყანას მინდა გითხრათ რა ეს გააკეთეს მათ მე-19 საუკუნეში გააკეთეს მე-20 საუკუნეში გააკეთებენ 21 საუკუნეში და კიდე თუ დაჭირდა და იქნებიან და მე ვიცი რომ დიდხანს იქნებიან იმიტომ რომ ეს სახელმწიფო დგას ზუსტად აი ამ ძალაზე რასაც ძალა ქვია დღეს არის ძალის პოლიტიკა, ვისაც აქვს ძალა, ის განაგებს მსოფლიოს, ეს ესეა. და ჩვენც პატარა ქვეყნები რომ ვართ, ხომ, უნდა ვითვალისწინებდეთ ამ ძალას და ამ ძალის გავლენის სფეროს. მაგრამ ძალა აქვს დიახ ამერიკის შეერთებული შტატებსა და ისინი შავ ზღვაზე აუცილებლად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. თქვენ ამ საფრთხეს შავი ზღვა არ არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესების სფეროში. თითქოს არისო და აი მსახურობის კონცეფციაში ბრიტანელების და ნატოს ინტერესებში უფრო არის, ევროპის ინტერესებში უფრო არის შავი ზღვა, სტრატეგიულად არის ჩინეთის ინტერესებში ბუნებრივიც არის და არის რუსეთის ინტერესებში, იმიტომ რომ რუსეთი ეს იმ შემთხვევაში არ არის ალბათ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში თუ ახლო აღმოსავლეთში რაღაცა თმობს პოზიციებს. იმიტომ რომ აქ ყავს თავისი მოკავშირე თურქეთის სახით, ხო? იმას რა ქვია, ამერიკის შეერთებული შტატები. და ის ნაწილი მე არაერთხელ მithქვას და მგონი თქვენ ერთად გადაცემაშიც თქვი რომ უნდა დავაკვირდეთ თურქეთის πολιτიკას. კი. რა პოლიტიკას აწარმოებს თურქეთი იმის და მიხედვით მივხვდებით რა სურს შემოაგდეს ის ნატოს ტოვებს კი ბატონო რა სურს შეერთებულ შტატებს გესმით? აი ესეა და ეს არის ერთგვარი მარკერია რა ამით შეიძლება განისაზღვროს თუ რა ინტერესებზეა საუბარი შეერთებულ შტატებში ან რა ინტერესები გააჩნია მის სპეცსამსახურებს ხო მის მძლავრ სპეცსამსახურებს მინდა გითხრა რომელიც ძალიან მძლავრად მუშაობენ აი მარკერი კიდე ევროკავშირის დაშლისა იყო ერთ-ერთი ბრექსიტი და ბრიტანეთის გასვლა აი ამ ყველაფრიდან ხო ეს თავიდანვე გასაგები იყო ახლა ვინც ჩახედული ამ საერთაშორისო ურთიერთობებში ისინი ადვილად მიხვდებოდნენ ამას რომ ბრიტანეთის გარეშე ევროკავშირი არაფერს არ წარმოადგენს
ბრიტანეთი არის მძლავრი ეკონომიკა, ბრიტანეთი არის ყოფილი იმპერია, ბრიტანეთს აქვს მუდმივი ინტერესები და ფაქტიურად ისეც გამოდის ხოლმე ხანდახან ბრიტანეთი ჭtildeშია, გესმით? და შეერთებული შტატები არის მისი ჟანდარმი, პოლიციელი, მთავარი პოლიციელი მსოფლიოში. ესეა და თუ დავაკვირდებით მოვლენებსაც, რომელიც ვითარდება დღეს ახლო აღმოსავლეთში და ვითარდება აგერ ჩვენ სამეზობლოშიც, ხო? იქაც ეს ნათლად ჩანს, ხო? კი, შეიძლება შეერთებული შტატები გამოთქვამდნენ აი სერიოზულ მხარდაჭერას ან რაღაც პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდნენ ირანში ამბოხებულებს, მაგრამ ფაქტიურად ამის უკან დგას დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები და მათი ინტერესები. მათ ვერ მოუნელებიათ ის, რომ თავის დროზე შახის პერიოდში ისინი საკმაოდ და მათ შორის British Petroleum-ი, რომელიც სერიოზულად იყო წარმოდგენილი ირანში და სერიოზულ ასე ვთქვათ ეკონომიკური სარგებელი მოქონდა დიდი ბრიტანეთისათვის და საერთოდ ანგლოსაქსებისთვის, ხო? ამის შემდგომ აი ეს ინტერესები მაინც დარჩა, მინდა ვთქვა. და რის იმედი აქვს ბრიტანეთს, რომ არეულობა მოხდება ირანში, დაემხობა ეს აიათოლების ხელისუფლება, შემდეგ ისინი ვიღაცას დასვამენ და შემდეგ ნატოს დაიღებს, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი და დაუკეთოს ესე მარტივად. ხო, არა, ესე მარტივად არ შეიძლება გავრცელდეს, იმიტომ რომ იქ არ დათმობს უნდა იცნობდეთ ირანს. ხო, ახლა ვენესუელა სხვა არის, ეს არის მუსლიმური საკმაოდ სერიოზული და ასე ვთქვათ რწმენის მქონე ქვეყანა. ან ერთხელ ხო გამოვიდა შაჰი? ერთ-ერთი ასე ვთქვათ ისლამში ერთ-ერთი მიმდინარეობის ქვეყანა და მისი მოშლა ფაქტიურად ერთ-ერთი თავია, ხო, აი ამ შიიტური ისლამის, რა ქვია, ირანი. მის მოშლას არავინ არ დაუშვებს, არც მუსლიმური სამყარო არ დაუშვებს ამას, მინდა გითხრათ. და იქ ჩვეულებრივად აი ჩამოყალიბება იმისი, რომ შეიქმნას რაღაც როგორი სახელმწიფო, სეკულარული სახელმწიფო, ხო, მაგალითად. ხო იყო, პრეცედენტი ხო იყო. რა, იცით რა, აი შახის პერიოდსაც კარგად უნდა იცნობდნენ იმ პერიოდსაც რა. და მე წეგანთ ჩვენ კულუარებში საუბრობდით, რომ მე მოგცემთ მეთქი, გადმოგცემთ წიგს მეთქი, სადაც ეს ყველაფერი აღწერილია და მე შემდგომ ჩვენი შეხვედრის დროს აუცილებლად მოგცემთ ამ წიგს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის ინტერესები, რაც ჰქონდა ბრიტანეთს და შემდგომ გაჩნდა შეერთებული შტატების ინტერესები ირანში. და მისცით, ეხლა უყურეთ, ირანში რა საჭიროა? British Petroleum-ი არის წარმოდგენილი აი ამ ხაზზე, რომელსაც ბახოჯა იხანი კარგად ვიცით, ხო, სერიოზულად. იყო კიდევ ესეთი ნაბუკოს პროექტი, რომელიც ჩაფიქრებული იყო და რომელიც ჯერ კიდევ ვერ გარხოცილდა, მაგრამ განხორციელებადი შეიძლება გახდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხო? და თუ აქაც აი ამ ირანშიც British Petroleum-ი მოიდგავს ფეხს, ხო, ჩათვალეთ, რომ ირანი იქნება საკვანძო და ფაქტიურად სირიაშიც მას ექნება ძალიან სერიოზული დასაყრდენი და ისინი ფიქრობენ, რომ შექმნიან ისევ ენერგეტიკული მძლავრ იმპერიას, რომელიც იყო ადრე British Petroleum-ის სახით. ჩვენ მაინც ხეირი გვაქვს, არა მაინც. ჩვენ მაინც ხეირი გვაქვს, ჩვენ ვიხეირებთ, ხო, ამით ჩვენ ვართ იქ ერთ-ერთი პატარა პუნქტი. ხერს გააჩნიათ რა და ეს როგორ ნათლად ჩანს, იცით ეს ქალბატონო ნინო, აი ჩვენ თუ შევხედათ პროცესებს, ახლა ჩვენთვის მარტივად გასაგებია, იმიტომ რომ მე რაღაცა ინფორმაციები მაქვს და გამაჩნია. მთელი ჩემი ბექგრაუნდიდან გამომდინარე, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში მაქვს გატარებული და მის გარეთაც მინდა გითხრათ და ის პროცესები, რაც დღეს ვითარდება იგივე ჩვენ მეზობელ სომხეთში და იგივე ირანში, ხო, ეს არის ერთი ზომათა ჯაჭვი, მინდა გითხრათ. თქვენ თუ დააკვირდით ერთ ძალიან საინტერესო მომენტს და ეს შეიძლება ექსკლუზიურად ითქვას ახლა თქვენს ტელევიზიაში. მაშინ თუ შეიძლება რეკლამის გამო მცირე ხნით შევწყვეტოთ და გადაცემა და ახლა საინტერესო ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ, ჩვენ მალე დაბრუნდებით, დაგველოდებით და განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან. დაუბრუნდით ეთერში, განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, კოტე პურწყდესთან ერთად და ექსკლუზიური ინფორმაციას დაგგვირდით. ხო, დაგგვირდით და აუცილებლად გავაჟღერებ ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ ამას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სათვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამას წინათ გავცელდა კადრები სომხეთიდან, სადაც ბუნებრივად დაიწყო ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გავიარეთ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, გახსოვთ როგორი შეტევა იყო წამოსული იგივე მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ. დღეს სომხეთში და ყველაზე საინტერესო რაც ჩემთვის გახდა, იმიტომ რომ შეიძლება სხვისთვის ეს არაფერს მანიშნებელი არ იყო, მაგრამ იქ გამოჩნდა სომხური ეკლესიის წარმომადგენელი საქართველოში ვაზგენ მირზახანიანი, რომელიც არის ეგრეთ წოდებული რუსულ ტერმინს ვიტყვა მთავარი რასკოლნიკი. ეს არის ძალიან საინტერესო ინფორმაცია, მინდა გითხრათ, ეს არ ვიცი მოხდა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თვალთახედვის არეში, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა არსებითაც მე აქედან ვეუბნები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი თემა და ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული პრობლემები იგივე საქართველოსთან მიმართებაში, იგივე სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამო. იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ თუ როგორ შეიცვალა რეჟიმი, პაშინიანის რეჟიმი როგორ მოვიდა და ამაში რა წვლილი მიუძღვის მაშინდელ ამერიკის საელჩოს საქართველოში, ხო, ძალიან სერიოზული. მე ვიცი გვარები და სახელები, ვინც ამაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ბუნებრივია ამ ეთერში არ დავასახელებ ამას, ვინც ამზადებდნენ ამ გადატრიალებას ფაქტიურად. ან თბილისში მზადდებოდა ტერიტორიულად ეს გადატრიალება სომხეთში? საქართველოს საელჩოში. ანუ ამ ტერიტორიულად თბილისში. ხო, ტერიტორიულად, ხო, და ტერიტორიულად თბილისში. ამიტომ არა, თქვათ სომხეთში სადაც ვიცით რომ ამერიკა-კავშირში ყველაზე დიდი საელჩო აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ხო, მაგრამ მაინც საქართველოს ის არა, ამერიკა-კავშირის ცენტრი თბილისია. და თბილისში საელჩო არის ძალიან კარგად დაცული და ძალიან კარგად აღჭურვილი, მინდა გითხრათ შესაბამისად და უფრო ადრე ფესვგადგმული, იგივე არასამთავრობო სექტორში, იგივე ძალოვან სტრუქტურებში და იგივე სხვა საჭირო საშუალებებში, რომლის გამოყენებას მეზობელი ქვეყნიდან შესაძლებელი იქნებოდა, რომ გამოყენებულიყო. და ეს გამოყენებული იქნა, მინდა გითხრათ, გამოყენებული იქნა თავის დროზე. და ბუნებრივია, ახლა აი ამ სეგმენტიდან აქ ვაზგენ მირზახანიანის გამოჩენა, ხო? და კიდევ ვიმეორებ, ეს ადამიანი არის სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპისკოპოსი საქართველოში. და ამას და არის წარმოშობით ხო ვერ მეტყვით საიდან? ირანელი სომეხია. ირანელი სომეხია, ხო. ვერ გამოვიცან. ირანელი სომეხია. კი ბატონო. არსებობს თემები, რომლებიც უნდა იყოს კვლევის საგანი, უნდა იყოს. ანუ შეიძლება ისევ დაიწყოს, მე მახსოვს იყო პერიოდი ეს სადღაც აი ამ 2000-იან წლებში, როდესაც სომხური ეკლესიის წარმომადგენლობა საქართველოში ძალიან აქტიურად პირისპირდებოდა თუ მოდი ბილად ვიტყვე, პრეტენზიას აცხადებდა იმ ტაძრებზე და მოითხოვდა გადაცემას მათთვის, იმიტომ რომ ბევრი მასალა ჩავწერე ამის შესახებ და ბოლო მასალა მათ პრეს სპიკერთან, იმიტომ რომ მას არგუმენტები არ ქონდა, შემდეგ თხოვა იმ გამოცემის მეპატრონეს, სადაც მე მუშაობ, თუ შეიძლება არ გაუშვათ, იმიტომ რომ ვერ მომედავებოდა რომ მე ის არ დავწერე, რაც მან თქვა, მაგრამ ამასთანავე ამ ნაწერიდან იკვეთებოდა მისი სულისურობა. დღევანდელი ეს ექსპერტთა კატეგორია, რომლებიც დღეს სომხეთში არიან, ხო? ისინი პირდაპირ swami ჩვენ არ უნდა დაგვეწყო ომი იმაში. კი, მეც მოვისმინე, უნდა დაგვეწყო, მაშინ ხო საკითხი ედგაო. უნდა დაგვეწყო ჯავახეთში და ასე შემდეგ, ხო? უფრო ადვილად ანუ საქართველოს უფრო მოვერეოდით. ფაქტიურად რა არის ეს? ფაქტიურად ეს არის ბუმერანგის პრინციპით, ხო იცი, გადააგდებდა ისე შენ გიბრუნდება რა. გადააგდეს და სხვა მისამართი და ისე საქართველოს უბრუნდება ეს, ხო? საქართველოს პრობლემა. ადრე თუ გვიან ეს შეიძლება გაჟღერდეს და სხვა კონტექსტში გაჟღერდეს ძალიან მძიმედ ეს თემატიკა.
ესმით და შეიძლება გახდეს ისეთი საფუძველი, რომელმაც მოდით მე კაფეოთ ვიტყვი, მე რაღაცა საეკლესიო დავაზე გადმოვიდი, მაგრამ თქვენ ტერიტორიულ დავას გულისხმობთ და საეკლესიო დავას გულისხმობთ, ესმით, იმიტომ რომ იქაც ფუნდამენტი რა არის სომეხი ერისათვის იგივე შემაკავებელი და იგივე ტრამპ. ხო, იგივეა პრაქტიკულად ჩვენ ორი ერი ერთმანეთს ვგავართ. არა მე გულწრფ საქართველოში არეულობის საფუძველი პოლიტიკური შეიძლება იყოს მეთქი ეს ვიგულისხმობ. არეულობის საფუძველი არა, სპეცსამსახურების გადასახედიდან გეუნები და გელაპარაკებით ამჟამად, ხო? აქედან გამოჩნდება კვალი იმისი, კვალი თუ ვინ დგას სომხეთში აი ამ გაუთავებელი შეტევის წინააღმდეგ, იგივე სომხური ეკლესიისა, ხო? ამის უკან დგას, მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ამის უკან დგას ბრიტანული სპეცსამსახურები და ამის უკან დგას დასავლეთის სპეცსამსახურები. ძირითადი მათ შორის არის ბრიტანული სპეცსამსახური. და ეს არის გასათვალისწინებელი ფაქტორი. იქ მოქმედებენ საკმაოდ სერიოზულად იგივე ისრაელის სპეცსამსახურები, ძალიან სერიოზული ქმედებებია და გავიხსენეთ, სად დაიწყო ეს ყველაფერი ირანში? დაიწყო ირანის ჩრდილოეთში, ხო? არეულობა. მერე გადაინაცვლა ამან იქით მერე ამას ცენტრისკენ, ხო, ყველაფერი. და კომპაქტურად ვინ არის განსახლებული? ხო? იგივე აზერბაიჯანელები, იგივე სომხური მოსახლეობა, იგივე ქურთები და ასე შემდეგ. ანუ მოძებნეს ის სუსტი წერტილები, სადაც შესაძლებელი იყო სპეცსამსახურებს ემუშავა წლების განმავლობაში. და მიაღწია შედეგი. და ეს ხორციელდებოდა, მინდა გითხრათ, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით. ამას ახორციელებდა იგივე ისრაელის სპეცსამსახურები, ამას ახორციელებდნენ ბრიტანელები, ამას ახორციელებდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. ყველა ქვეყანა ჩვენ ხო საზღვარი არ გვაქვს ირანთან. ჩვენ არა გვაქვს, მე რა არ გვაქვს საზღვარი ირანთან. ჩვენ ვართ ერთი გეოსტრატეგიული, ასე ვთქვათ, ირანიდან გაიხსენეთ რამდენი ტურისტი ჩამოდიოდა ირანიდან. ძალიან ბევრი და მე არაერთხელ გაიხსენეთ როგორ შეწყდა მე ეს ყველაფერი გაიხსენეთ ხო? გაიხსენეთ ჩვენი მთავრობის მოქმედება იმისათვის რომ ეს რეჟიმი შემოიღეს მე იგივე გაამკაცრეს სავიზო რეჟიმი და ყველაფერი ხო ადრე მიმოსვლა და რისთვის აკეთებდნენ ამას? იმისათვის რომ ირანის მოსახლეობა გამოეყვანათ გარე და მათთან სხვა ტერიტორიაზე ემუშავათ და ეს უფრო ადვილი იქნებოდა მათთვის, მათ წინააღმდეგ ასე ვთქვათ თავიანთი ინტერესების ჩასადებად და აქ ასწავლიდნენ რაღაც. მე ერთი საინტერესო განცხადება ვნახე ამას წინათ. ისევ ამერიკის საელჩოს შეეხება საქართველოში. ალან პერსელი არის დღესდღეობით ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ხო და იქ რაღაც პროგრამები აქვს გამოქვეყნებული და რატომღაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო არის დაინტერესებული პანკისში ვითარებით. და ახლაც და იქ შეხვედრები ჩაუტარებიათ და ახალგაზრდა თაობას სთავაზობენ, პანკისელებს სთავაზობენ აი რა გარკვეულ გასვლით პროგრამებში მონაწილეობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გარკვეულ საგანმანათლებლო რაღაც პროექტების იმას რა ქვია ჩატარებას. ეს არის ძალიან სახიფათო ეხლა კიდევ ეუნები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებს მიაქციონ ამას ყურადღება, მიაქციონ პანკისის ხეობას დღეს ისე ყურადღება იმისათვის რომ სპეცსამსახურების ან საელჩოების ხშირი ვიზიტები იყოს შესაბამისად უზრუნველყოფილი კონტრსადაზვერვო საქმიანობით ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების მხრიდან. იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს პანკისის ვითარება. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორ მოხდა ტრანსპორტი, ასე ვთქვათ, მარშრუტირება ვაჰაბიტური ისლამის იგივე თურქეთის ტერიტორიიდან ბაზები იყო თურქეთის ტერიტორიაზე და მისი ასე ვთქვათ მთავარი ტრასა გადიოდა და ამაში იყო ჩართული ქართული სპეცსამსახურები, მინდა გითხრათ. ეხმარებოდნენ ბოევიკების გადაწყვეტილებას. ეხმარებოდნენ და ამის ნათელი დასტურია არის მე დავასახელებ წიგნი გამოიცა გროზნოში, ამას ქვია უბრაც ვიდეტილა. ისმაილ საიდაევის საქართველოს ყოფილი მოქალაქის მიერ არის წიგნი გამოცემული. იქ არის ნათლად ასახული თუ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების
სპეცსამსახურები რას აკეთებდნენ იმისათვის, რომ ეწარმოებინათ რუსეთში ძირგაუნთხრელი საქმიანობა იგივე ჩეჩნეთში. და იგივე და ამას საბოლოოდ ჩვენ რა დაგვიტოვა? დაგვიტოვა ის, რომ ახალგაზრდა ასე ვთქვათ თაობაში ფეხი მოიკიდა ვაჰაბიტურმა ისლამმა. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ანუ ბატონო კოტე, მე უფრო აი მაყურებელს გასაგები იყოს უფრო ჩავშლი ამ საკითხზე. ესე იგი, პანკისის ხეობაში ახალგაზრდებთან მუშაობა შესაძლებელია მიმართული იყოს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც მაშინ შევარდაძის შემდეგ სააკაშვილის. რა თქმა უნდა და არატრადიციული ისლამის იმოსახლეობისთვის. რაც ჩვენი სხვადასხვა დაცვის საშუალებაა კავკასიელების და ქართველების ტრადიციული კავკასიური ისლამი. კი ბატონო, ამას ბევრი ასე ვთქვათ სეგმენტი აქვს კიდე, რომელიც შეიძლება დაიყოს. იქ არის ტერორიზმის საფრთხე, იქ არის ტრაფიკინგის საფრთხე, იქ არის ნარკოტიკების საკითხი და იქ არის კიდევ სხვადასხვა, ანუ კომპლექსში განსახილველი თემაა ეს. ყველა არ არის ეს ისეთი თემატიკა. ამიტომ ნუ გონია ჩვენ რომ აი ესეთი ასე ვთქვათ როგორ გითხრათ, აი მადლიერების გამოწვეული ხელი ხო, იგივე აი საერთაშორისო მხრიდან, აი ამ ხელის უკან შეიძლება იმალებოდეს სხვა ინტერესები, რომელიც დაფარული ინტერესები. აბა ღმერთი ერთ-ერთი, რომელსაც უანგაროდ უყვარვართ, უპირობოდ სხვა შემთხვევაში ეს ყველაფერი ამის გამოცდილება საკმაოდ გაიზარდა ქართველი ხალხი, გაიზარდა პოლიტიკურად. სპეცსამსახურები თუ გაიზარდა. სპეცსამსახურების რა გითხრათ, მინდა გითხრათ რა. აი სპეცსამსახურებს ხშირად ჩვენ სპეცსამსახურებს არ უყვართ საკუთარ არქივებში ჩახედვა. საკუთარ არქივებში ჩახედვა. საკმაოდ სუსტი ანალიტიკაა. საკმაოდ სუსტი, იმიტომ რომ ანალიტიკა რა, ეხლა ბუნებრივია ის თემა, ეხლა რაზეც მე ვამახვილებ ყურადღებას, ხო, ეს ანალიტიკოსების თემა უნდა იყოს. რა თქმა უნდა. გამოჩნდა რაღაცა შენ სამეზობლოში, რა საფრთხე, ეს დაზვერვის თემა უნდა იყოს, სახელმწიფო დაზვერვის, რომელიც დღეს შეუერთა იგივე და მე ვთვლი, რომ აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იქნება და რო გაერთიანდა, მაგრამ ამას კიდევ სხვა ნაბიჯი ჭირდება, ბევრი ისეთი ნაბიჯის განხორციელება ჭირდება, რომელიც უშუალოდ სტრუქტურას გახდის მონოლითურს და უფრო შეკრულს. და გაანთავისუფლებს მას გარკვეული ასე ვთქვათ ზემოქმედების წერტილებისაგან და გარკვეული კავშირებისაგან, რომელიც შესაძლებელია მათ კონდეთ საქართველოში აკრედიტებულ რომელიმე საერთაშორისოებთან ან შესაბამის ცენტრებთან, სადაზვერვო ცენტრებთან იგივე უცხოეთს. ამი იყვნენ უბრალოდ აგენტები. არ არის აუცილებელი იყოს აგენტი, მაგრამ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც გასცემს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციას. და როგორც მე ვიცი, არ არის დაცული. მე არ ვიცი ხა როგორ არის უშიშროების სამწეში, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არის დაცული. უშიშროების საბჭო აქვს საერთოდ არ აქვს. არ არის დაცული, უბრალოდ ხა მე არ მინდა ეთერში ვილაპარაკოთ, უფრო მეტიც ვიცი, ინფორმაციის გაცვლა გამოც არ არის დაცული. ხო არის ეს არის კომპიუტერი, რომელიც არ უნდა იყოს ჩართული Excel-ში, ის უნდა იყოს დაკეტილი, იმასაც არ უნდა ქონდეს ფანჯარა. ყველაფერი არის ჩართული Excel-ში. ინტერნეტი მიერთებული და ეს საიდუმლო ინფორმაცია გადაეცემა ამერიკის შეერთებული შტატები, მობილური ტელეფონით. ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებიც, ბრიტანელებიც, მოსადიც და FSB-ც, ხო, დღესდღეობით თავის აგენტურულ ოპერატიულ საქმიანობას ნაკლებად ანხორციელებენ ელექტრონული სისტემების გამოყენებით. როგორ შეიძლება ეს ელექტრონული სისტემის გამოყენებით ვიღაც აუცილებლად ამას გატეხავს და გაიგებს. ესმით რა შეასაქმე, მაგრამ ეს ჩვენთან გახდა ნორმა. კი. ეს ჩვენთან ნორმაა. ადრე ჩვენ მე რომ მუშაობდი, საქმეების შეკერვა მიწევდა ხოლმე ხელით და ფურცლების წერა და 1000 რაღაცეები, ხო? ხო და საქმეების წარმოება და რაღაცა ამ დაგვარი და დღეს ეს ყველაფერი კომპიუტერში ეგ ჩადებული. ერთვენიერ დღეს ვიღაცამ შეუძლია ფლეშკაში აერთოს, გადაწეროს ყველაფერი და მთელი ინფორმაცია. ხო და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ძალიან აქტიურად მიედინება ხოლმე ინფორმაცია. ამიტომ ბევრი პრობლემაა და აი ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში და გეოპოლიტიკურ არეალში სადაც ჩვენ ვართ, ხო, აი ამ პრობლემებს სასწრაფო დამოუკრა უნდა მოხდეს და შესაბამისი ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ რეალური ინფორმაცია კონდეს ქვეყნის ხელმძღვანელობას. რეალური ინფორმაცია და რეალური ინფორმაციის ქონის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რეალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა იგივე საგარეო ვექტორის მიმართულებითაც, ხო?
მე ვფიქრობ დღეს დადგა დრო ვისაუბროთ და დადგა დრო ვესაუბროთ ჩვენს ასე ვთქვათ დამაქცევა რუსეთს. ხო? ისე სხვადასხვა რუსეთი ახლა როგორც ვესაუბროთ. დასავლეთის ამერიკის შეერთებული შტატები იქცევა სასწაულად, თორე რუსეთის სასწაული იქცევა სადაც წასულა ჩვენ მიმართ. ჩვენ შეიძლება აღვნიშნოთ ძალიან რთულ ვითარებაში კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში უკრაინაში და ეს მალე მოხდება, მინდა გითხრათ. შემდგომი მიმართულება მათთვის მთავარი განსაზღვრელი არის ამიერკავკასია. რუსეთი აუცილებლად დაიწყებს ამიერკავკასიაში ცვლილებებს და მათ შორის ეს ცვლილებები მიმართული იქნება ურთიერთობებისაკენ აი ამ ქვეყნებთან, ამიერკავკასიის ქვეყნებთან. მაშინ ძიმე დღეები დაუდგება აზერბაიჯანს პოლიტიკის ცვლილებას გულისხმობთ, ხო? დამოკიდებულების პოლიტიკის და გავლენის სფეროების, ასე ვთქვათ, გავლენის ვექტორების ცვლილებაზე იქნება საუბარი. და საკმაოდ სერიოზულად და ეს შეიძლება მოხდეს უხეში ძალითაც, მინდა ვთქვა. ამიტომ სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა სულ რამოდენიმე დღის უკან, ხო, და ევროკავშირისა ეს კითხვარი გამოაქვეყნეს და ამ კითხვარში იყო ყველაფერი რას ითხოვდა ევროკავშირი ჩვენთან. ევროკავშირი არის დამთავრებული პროექტი. ძალიან მოკლედ ევროკავშირი არის დამთავრებული პროექტი. და ნუ მივდივართ იქ, ევროკავშირი მოვიდეს აქ, თუ უნდა მას თავისი ინტერესები ხო, ჩვენ არცაც წასასვლელი არ გვჭირს. ჩვენ 26 საუკუნეა ვართ ამ ტერიტორიაზე, ვცხოვრობთ ამ ტერიტორიაზე, შენარჩუნებული გვაქვს ჩვენი გენეტიკა, შენარჩუნებული გვაქვს ჩვენი ენა და შენარჩუნებული გვაქვს ჩვენი რწმენა. აი სამი რამ, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეს ქართველი ხალხი და გაუფრთხილდეს ადამიანურ რესურსს, რომელიც ძალიან მცირენი ვართ ჩვენ და ამიტომ ჩვენ სიმცირეს მუდამ ჩვენ სიმცირეს მივტიროდით ხო გახსოვთ არა აი ესე ჩვენ სიმცირეს მივტირით და ამიტომ ამ გლობალური ჯახის პირობებში როდესაც ეს დიდი მონსტრი სახელმწიფოები იყოფენ დღესდღეობით ხო ამაში ჩაყოლამ შეიძლება საერთოდ სახელმწიფოებრივად დაგვაკარგინოს არა მარტო სახელმწიფოებრიობაზეა საუბარი საერთოდ შეიძლება გავხრეთ როგორც ერი დედამიწიდან მინდა გითხრათ და ეხება სრული კატასტროფა რა თქმა უნდა ბატონო ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ მოწვევისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა ხალხს მეც მადლობთ უმრესი მადლობა მოწვევისთვის ამოიწურა ჩვენი დრო სამწუხაროდ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს მე თქვენ გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის